14 ივნისს საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დღეს აღნიშნავენ. Ამ თარიღთან დაკავშირებით დღეს საჩხერის კულტურის სახლის წინ მუნიციპალიტეტის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა რეგისტრირებული კავშირის წევრები შეიკრიბნენ. არაფერი ჩვენს შესახებ. ხელმისაწვდომი გარემო ყველასთვის. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებმა საკუთარი უფლებების გამომხატველი სლოგანები გამოფინეს. ამ დღესთან დაკავშირებით დიდი ტრადიცია არა გვაქვს. შარშან სუნთ პატარა ღონისძიება აღნიშნეთ, წელს კიდე მეორედ აღნიშნავთ. იმედი ამას ვაქცევთ ტრადიციად, კარგ ტრადიციად და ყოველ წელიწადს აღინიშნება და უფრო მასშტაბური და უფრო გრანდიოზული, ასე ვთქვათ, უფრო გახდება. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს 14 ივნისი წითელი ჯვრის საჩხერის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა და მუნიციპალიტეტის პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეებმაც მიულოცეს. არც ჩვენ არაფერს არ ვაკეთებთ მათ გარეშე და არც ისინი ყოველთვის გვიწვევენ და ეს არ არის პირველი. ჩვენ 3 დეკემბერს ყოველ წელს აღნიშნავთ მათ შეშმოპირების დღეს და 14 ივნისს გადავწყვიტოთ, რომ ერთი ლამაზი დღე ჩვენც ჩავთულიყავით მათთან ერთად და გაგველამაზებია ჩემი წითელი ჯვრის მოხალისეებით ეს დღე და გადავწყვიტოთ რომ ამასთან დაკავშირებით გაგვეკეთებინა, რათა მათთვის დაგვენახებინა ის, რომ ჩვენ მათ გვერდით ვართ და ისინი საზოგადოების სრულყოფილი წევრები არიან. ამისათვის გავაკეთეთ სლოგანი, მოვამზადეთ რამდენიმე დღით ადრე და ამოვედით დღეს, რომ მათ გვერდით ვიყოთ. ამის შემდეგ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებმა თავისუფლების ქუჩაზე მსვლელობა მოაწყვეს. მათ საჩხერის ყრუთა კავშირის წევრებიც შეუერთდნენ. დიდად მნიშვნელოვანია და ჩვენთვისაც სასიხარულო დღეა ერთმანეთს ვეცნობით ამდენი ხალხი ერთმანეთს არ მინახია. Მნიშვნელოვანი დღეა ჩვენთვის. ვცდილობთ რომ საზოგადოების ყურადღება მივიპყროთ. მახსოვს შარშან კინოში შევიკრიბეთ 4-5 კაცი და არ იყო ესეთი წარმომადგენლობითი. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მხარდასაჭერ აქციას კოალიცია ქართული ოცნების საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგებლობის კანდიდატი მალხაზ ბაზაძე შეუერთდა. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა რეგისტრირებული კავშირის წევრებმა მას ის პრობლემები გააცნეს, რასაც მათთვის არაადაპტირებული გარემო ქმნის. ვისაუბრეთ გარკვეულწილად რაღაც სამომავლო გზებიც და საერთო ენაც გამოვნახეთ. ყველაფერს ვეცდებით მაქსიმალურად, რომ მათთან ერთად რაც მათთვის იქნება მისაღები და მათთვის იქნება ძირეული პრობლემა, ერთად მოვაგვაროთ და ერთად გადავჭოთ ეს პრობლემები. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა კვირეულის ფარგლებში საჩხერეში სხვადასხვა სახის კულტურული ღონისძიებებია დაგეგმილი. საქართველოში 14 ივნისი უკვე რამოდენიმე წელი აღინიშნება. მსოფლიო კი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დღეს 3 დეკემბერს აღნიშნავს.